მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვინც ახლა საჭესთან არის, ვინც სახლშია, ძალიან დიდი აუდიტორია გვყავს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ყოველთვის გვგრძნობთ თქვენს, ასე ვთქვათ, გვერდში ყოფნას. მართალია მე გითხარით, რომ ძირითადად მოროშკინას პოდკასტი იქნება რეგიონიდან, რაღაც მოგეწონათ, როგორც ვატყობ, გამოხმაურებით, ქუჩაში აღებული ინტერვიუები, რაღაც პოდკასტები ქუჩური, მაგრამ რო არ შემოვიდა და ჩემი თანამშრომლები არ ვნახო ხოლმე, ვერ ვძლებ და შესაბამისად დღეს ეს სტუდიური ფორმატი გვაქვს, მით უმეტეს, რომ ჩემი სტუმარი არის ჩემი კოლეგა, არაჩვეულებრივი ადამიანი, ფანტასტიკური ანალიტიკოსი გია აბაშიძე და მე როდესაც დავწერე წიგნი 3 დღე ვაქცინამდე, ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ვთხოვე, რომ აი ვიცოდი, რომ ისეთი იქნებოდა რეცენზია, როგორც აი მე ვფიქრობ, ანუ მენტალურად რაღაც ერთნაირად ვაზროვნებთ ამ მიმართულებით, ეს იყო გია აბაშიძე და ძალიან დიდი მადლობა შენ მაშინ რაც დამიწერე დღეს მობრძანებისთვის და იცი ამას წინებზე გადავიკითხე და რას მივხვდი, იცი? მაშინ ჩვენ რასაც ვწერდით და რასაც შენ რეცენზია გავუკეთე, აღმოჩნდა, რომ მე წლები გადის და ზუსტად ასე მოხდა და ასე განვითარდა. თქვი? ხო, რა. და იქაც ზუსტად აი დღეს რა თემაც გვექნება ჩვენ, რომ რა ხდება ასეთი ამერიკაში, რამდენად დაუცველია პრეზიდენტის, ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი და მე ყოველთვის წერდი ამაზე, რომ გახსოვს იმ წიგნშიც იყო ეს მომენტი, რომ ტრამპთან დაკავშირებით ისედაც ბევრი შეკითხვა იყო, რა ხდება მის გარემოცვაში. ხა დღეს, როდესაც მთელი ირანი გაცხადებული მტერია ამერიკისთვის, თუ ესე მარტივად შეიძლება მის გვერდში აღმოჩნდე, ესე იგი რაღაცა ვერ აქვთ კარგად და თუ ეს დადგმულია, მოდი ვიმსჯელოთ ამაზე, რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი დადგმული იყოს. მოგესალმები და მიხარია, რომ შენ დღეს შენი ესეთი ძალიან ნათელი გონებით ბევრ რამეს შესთავაზებ საინტერესოს ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მსმენელს. მივესალმები შენს აუდიტორიას. ნამდვილად ისეთი რაღაცები ხდება, რომ რაც მართლა ლოგიკაში არ ჯდება და აუხსნელია და თავი გონია, რომ კინოში ვართ. დილით რომ მკითხულობდი ნიუსებს, ხო? მეგონა რომ ეს რაღაც ხელოვნური ინტელექტის რაღაც ვიდეოები იყო. დილა ადრიან უკვე როცა ეს ტრამპის ამბავი გავიგე და მე უკვე ნენელა რომ გაიშალა თემა და შემოვიდა სხვადასხვა ექსპერტული კომენტარები მემარცხენეებიდან, მემარჯვენეებიდან, ამერიკელებისგან, ევროპელებისგან. ფაქტია, რომ აღმოჩნდა, ესე იგი, ძალიან ეს რომ შევაჯამოთ პრეზიდენტი არტია და მთავრობა და მხედრობა შეკრებილი იყო უდიდეს ივენტზე, ღონისძიებაზე, რომელიც არის თეთრსახში აკრედიტებული ჟურნალისტების რაღაც გალა სადილი და ესე იგი, აი რო ავხსნათ, რომ მაგალითად შერატონში, თბილისის შერატონში მხოლოდ საკონფერენციო სივრცე ფოიე იყოს დაცული და არა მთლიანად სასტუმრო სივრცე. და ისე გამოვიდა და ამას წერენ უკვე ძალიან წუნადი რედაქტორები, სხვადასხვა პოდკასტერები, რომ პარასკევს შაბათს რომ ჩავმედითო, ნუ ზოგი ხო ხა სხვადასხვა შტატიდან არის, ხო? სასტუმროშიო ბარგი არ შეამოწმესო. ზოგიერთმაო ჩეკინზე რომ მივედითო, ჩემ სახელს და გვარზე არისო, წერენ ტიპები და ფოტოიანი ისიც არ მომთხოვესო, ხო? კიდე ძალიან მაგარი რამე გაგახსენო. აი დარწმუნებული ვარ, რომ ხა ეს შენ არ გახსოვს და ზუსტად იქნება აი რაზეც ახლა საუბრობთ. ჰოუმლენდი ნანახი გექნება. გახსოვს, იქ არის ზუსტად ასეთი მომენტი, როდესაც პრეზიდენტი ემზადება გამოსვლისთვის და ზუსტად ეს შეგზავნილი, ასე ვთქვათ, აგენტი, რომელიც აღმოსავლეთში, ასე იგი, გადაბირებულებმა ისე მოამზადეს, რომ იქ უნდა მოაწყოს ეს ყველაფერი. ანუ ამერიკელებს რაღაც როგორ გამოსდით, ხო? ჯერ ამ სცენარს იღებენ და მე დაახლოებით, ესე იგი, მე რომ ამ კადრებს ვუყურებდი. სიმფსონებსაც იღებენ, ესე წლებია იღებდნენ. რა ხდება? ანუ აი ჰოუმლენდი რო ავიღოთ, გეგონება ეს სიუჟეტია გადმოტანილი და რას ემსახურება ეს ყველაფერი? ხანდახან მგონია, რომ რაღაცა ილუზიაში ვართ, ხანდახან მგონია, რომ გამოგონილი რეალობა, რაღაცა სიურეალიზმში ვართ სრულიად, იმიტომ რომ ერთხელ შეიძლება, თქვათ, ეხა კენედი ემსხვერპლა ასეთ გასროლას, ხო? როდესაც შემთხვევითი გასროლები ერთხელ, ორჯერ და განმეორებითია, ეხა ეს უკვე რაღაცა არ გავს არაფერს და აი როგორ ფიქრობ შენ? კარგი ის რომ ვერ იმუშავა, თქვათ, სპეცსამსახურებმა, თუ არ იმუშავა. რა შეასახმე? აი აქ სხვა მომენტი არის, აი ეს როდესაც იქ პენსილვანიის შტატში მოხდა 2 წლის წინათ ტრამპზე სროლა ყური რო გაუკაწრეს, იქ აღმოჩნდა მაშინ
რომ სისტემა ეს Secret Service-ი საიდუმლო სამსახურის ხალხ ისე არ არის დალაგებული, როგორც ვთქვათ, მედიაში ვკითხულობთ თუ მით უმეტეს მხატვრულ ფილმებში თუ სერიალებში ვხედავთ, რომ იმ დროს იქ იმ მთელ პერიმეტრს და მონაკვეთს იცავდნენ გამომძიებლები და არა პროფესიონალური პირადი მცველები. შემდეგ ეს უკვე მე რომ ამოტივტივდა და ამას იძიებდნენ და რაღაც აღმოჩნდა რომ კადრების ნაკლებობა აქვთ თუ აქვთ ამ კადრების ნაკლებობა აი ამ როგორც ქვია ცვლა ანუ სმენებში იღლებიან ძალიან და მათი შემცვლელები არიან ძალიან ასე თქვათ ცოტანი და ეხლა Secret Service-ის სპეცაგენტი რო გამოზარდო ეგრე ადვილი არ არის მარტო სროლა ასწავლო და შავი სათვალე გაიკეთოს და რაც ითი ლაპარაკოს ეგრე არ არის ხო თავარი სამიზნეებია თვითონაც გადაბირების კი წლები უნდა აღმოჩნდა რომ ახლაც იგივე იყო იქიდან გამომდინარე რომ აი როგორც კონგრესში ხდება თითქმის ყველა ხელისუფალი იქა საკანონმდებლო და აღმასრულებელი იყო იმ სასტუმრო ჰილტონში ერთადერთი ესე იგი დანიშნული გადარჩენილი designated survivor ვინც არის იყო კონგრესის სენატის უხუცესი წევრი ეგრეთ წოდებული დროებითი პრეზიდენტი რომელიც არ იმყოფებოდა იქ იმიტომ რომ როდესაც თქვა პრეზიდენტის გამოსვლა არის კონგრესში ყოველწლიური ყველა ხომ მიდის იქ და ერთ-ერთს ვიღაცას ტოვებენ ის რომ მემკვიდრეობითობა შენარჩუნდეს სერიალიც იგივე არის ხო კი ზუსტად და ეს იყო დარღვეული გახსოვს პოლონეთის მთავრობა როდესაც მოაგდეს და პრაქტიკულად ყველა შეეწირა. ყველანი ხო, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა გენშტაბის უფროსი და პრეზიდენტი და მთელი ის რა ქვია, ხელმძღვანელობა იყოს ერთ ბორტზე. ესე აღმოჩნდა რომ ირანელებისგან უნდა ისწავლონ ეს საქმე, რომლებსაც ყავთ აი ესე ჯგუფებად, ხო, ვთქვათ პირველი ჯგუფი რო დაიღუპოს, მერე მეორეა, მერე მესამეა და ასე 90 მილიონი არიან და წარმოედგინე ხა რამდენი სათადარიგო ჯგუფები ყავს რამე რომ მოხდეს და შესაბამისად ეს თავარი ღერძი არასოდეს მოშიშვლებული არ დარჩება. აი აქ ამერიკასთან დაკავშირებით თუ დააკვირდი იყო ეს საინტერესო სკრინი იდო, სადაც ტრამპს აქ ისეთი ჩვეულებრივად იყო რომ ვითომ არაფერი არ მოხდა და სრულიად შოქშია მელანია. ანუ ჩვენ თუ დავუშვებთ რომ ტრამპმა იცოდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ისტორიულ მინიმუმზეა მისი ასე ვთქვათ რეიტინგიც და ვთქვათ მეუღლეს ცხადია არ უთხრა, აი ხომ არ არის ეს რაღაც გათამაშებული, მაგრამ როდემდე იყოფა ხა ეს როლები და არს როლები და არის ეგ ვერსიაც, ამ ვერსიას მომხრეებიც ყავს და მოწინააღმდეგებიც ყავს, თავად ამერიკულ ასე ვთქვათ establishment-ში კი არა, საზოგადოებაში ხო ის კომენტარებს უწერენ ამ იმებს, რომ საერთოდ ჭკუიდან გადახვა, აი პოლარიზაცია მაგას ქვია ნამდვილი ხო? ზეპოლარიზაცია. აქ რა მომენტი იყო კიდე ბევრი კითხვის ნიშანია რომ თქვა დაცვამ ბოლომდე არ იმუშავა მაგრამ რატო მოხდა ის რომ ვიცე-პრეზიდენტიც რომელიც ასევე შოქში არის აი მართლა პირდაპირ სიტყვის ქეჩოთი გაყავს მცველს და ტრამპის გაყვანა იგვიანებს რამდენიმე წამით ამას ამართლებენ იმითი რომ ტრამპს აინტერესებდა თვითონ ტრამპმა თქვა რომ აინტერესებდა ვინ შემოვა დარბაზშიო და ვინ არის თავდამსხმელიო და მაცალეთ ბიჭებო გამორზღაპარია მაცალეთ კი არა ემორჩილება მთელს და ხო პროტოკოლი ხო არსებობს ყველა ქვეყანაში და მეორე კიდე ასეთი გამართლების ცდელობა არის რომ ვენსიო განაპირა ადგილას იჯდაო და უფრო ადრე მივიდა იქ დაცვაო და ტრამპიც მეორე განაპირა ადგილიდანაც შეიძლებოდა მისი გაყვანა, მაგრამ არ გახყავთ. ელოდებიან, რას ელოდებიან და ზუსტად აი რისი თქმაც მინდოდა, რომ აი ამ დაცვის სამსახურის Secret Service-ის ჩავარდნა იყო, იმიტომ რომ ყოფილი აგენტები, ყოფილები არსებობენ, კი არა, ამბობენ პირდაპირ, მათ თავისუფლება აქვთ, ხო, რაგან პენსიაზე არიან თუ თადარიგის არიან, ისინი ამბობენ, რომ ამ Secret Service-მა ვერ გაითავისა რომ ტრამპის საფრთხევი არის უმაღლეს დონეზე და სტანდარტულად იცავენ როგორც მაგალითად თქვა ბუშს, ბაიდენს, რომელზეც უფრო ნაკლები საფრთხე იყო და ამაზე უფრო აწევლია და ესე იგი პარადოქსი კიდე რა არის 1991 წელს ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროდან გამომავალ რეიგანს ესროლეს მაშინ და დაჭრეს და ხო გვახსოვს ის კადრები მანქანაში რომ ჩატენეს პირდაპირ არნიშნულობი და გაიყვანეს ეს არის ის უზარმაზარი კომპლექსი რომელიც ბოლომდე და თან კიდე რა იყო ანუ ეს ჩაწყობილია არ არის ჩაწყობილი იყო რა იყო
როდესაც ასეთი მაღალი დონის შეკრება არის მთელი ხელისუფლება ის იქ ცხადდება უსაფრთხოების უმაღლესი ზომის რეჟიმი. ნუ ყველა მონაწილეობს იქა მასობრივად, ხო? მეხანძრე იქნება თუ არ ვიცი, პარკის მომლელი. ესენი იყვნენ მინიმალური ძალებით იქ წარმომდგენილი, რაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სტატუსის არ ქონა მინიჭებული აი ამ ღონისძიებას, რომ უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების მაქსიმალური, ასე ვთქვათ, დონის შეკრება უნდა ყოფილიყო. არ იყო, თან იცოდნენ, რომ იქ პროპალესტინელი დემონსტრანტებიც იყვნენ, უყვიროდნენ, ვინც კი შედიოდა იქ უყვიროდნენ, რომ მოღალატეებო შეგწხვეთ და რაღაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის სხვა მომენტი, რომ აქ ამ დონემდე, ანუ ხო, ამაყობს Secret Service, იმით რომ ჩვენ პრევენციას ვაკეთებთ, კი ბატონო, ისიც რუსებიც ამაყობენ თავიანთი ფედერალная служба охраны, ხო, ჩვენ თავარია პრევენცია, რომ იარაღის ამოღებაც კი არ უნდა მოხდესო პრეზიდენტის გარშემო და ნუ ეხლა აქ იარაღის შეტანა არ უნდა მოხდეს ჯერ ხო ამოღებამდე როგორ დაუშვეს იარაღების ცეცხლსასრული და ცივი იარაღების და უკვე იმდენი ესე თქვათ ვიდეოებია სახალისო რა რომ ადამიანები შედიან შეაქვთ ისენი რა ქვია სტინგერები ასე შემდეგ და ეს ამ დაცვას ძინავს და კიდე ახლა უკვე ავრცელებენ ამას ვთქვათ სტოპ კადრებით და რაღაც ეს თავდამსხმელი მორბის დერეფნის ბოლოდან რა თქმა უნდა ხმაური იქნება და 4 თუ 5 ოფიცერი საწინააღმდეგო მიმართულებით იყურება იქიდან არ იყურება და არ არის დერეფანში ძალიან დიდი მანძილი ხო სულ რაღაც 10 15 12 მეტრია ხმაურით რომ მოდის თანო უკვე ჯერ არ დაწყებულავი გამოსვლავდა ამათმა ჩახსნეს დაკეცეს ეს მეტალო დეტექტორები არანაირად არა ხო და მოდი აი ხო ლოგიკურად შეკითხვა კი ძალიან ბევრი შეკითხვა აი რომ მიუყვეთ ლოგიკას ხო რასაც შენ ამბობ რაც პირდაპირ პრაქტიკულად მარჯვნიდან მოურბოდნენ და ისინი მარცხნივ ეყურებოდნენ ეს ერთი ხო იქ მართლა ასეა რომ გადანაწილდნენ ერთადერთი წყნარად ვინც იყო ტრამპია და ხმე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ ისეთი გულადი და ვაშკაცია ჯერეთი ადამიანური ინსტინქტია ხო როდესაც გესვრიან რაღაცა რეაქცია კონდეს კარგი ესეც დაუშვათ რომ მაშინ მოდი ესე ვთქვათ ვის ჭირდებოდა ამის გათამაშება და კიდევ ერთი ამერიკა არის ქვეყანა რომელიც ომშია ჩართული მე რა რო ხა ესეთი გაცხადებული არ არის ხო ეს ყველაფერი ხა ირანთან დაკავშირებით აბა ირანი რომელიც ამბობს რომ სადაც მიგვიწვდება ხელი გაგანადგურებთ და თან მარტო თქვენ კი არ გაგანადგურებთ თქვენ შვილებსაც და ამოგწყვიტავთ დედიან ბუდიანად ეხა ეს გაფრთხილება მიღებული აქვთ ეხა საკმაოდ ცუდი ვითარება ისრაელთან დაკავშირებითაც ხო აი ესეთი ფრთხილობენ და ნუ აი კუშნერის ფიგურაც როგორ რაღაც მძიმეთ არის ხო აი დიდ პოლიტიკაში წარმოდგენილი ამ დროს ატარებ აი ახლა ამ ხელა ყრილობას ხო ეს თუ არ არის ხელოვნურად შექმნილი ამბავი სხვანაირად უბრალოდ ისმის შეკითხვა ნუ რა მოხდა მაშინ კარგი გაათამაშა მურიგი ნუ არ შეიძლება უბრალოდ ერთ და იგივე ფანტის გაგორება რა ზოგადად ხო პოლიტიკაში კი არა ჩვეულებრივ ცხოვრებაში არ შეიძლება ხა რაღაცას შენ პატარა ბიზნესში რო ხარ და რაღაცა ერთხელ გაგივა მეორეჯერ იგივე არ უნდა გააკეთო იმიტომ რომ მეორეჯერ არ გაგივა ხო ლაპარაკობთ ამერიკაზე სადაც შენ თქვის არ იყოს ისეთი დაპირისპირებაა რომ არავინ არაფერს არ გაგიტარებს ხო რეალურად რაში ჭირდება ეს რა ეს იმოქმედებს მასზე დადებითად ან არ გვაქვს რამე მონაცემები ბოლო მე არ აღარ გადამიმოწმებია დავარდნილია და იქაც როგორც ყოველთვის ხდება ერთი პარტიასთან აფილირებული სოციოლოგები ერთს აქვეყნებენ მეორეს მაგრამ არაპოპულარული ადამიანი და არაპოპულარულობა იმითი გამოიხატება რომ თუ შენ მოხვედი იმ ლოზუნგებით რომ მე ომებს არ დავიწყებ და უკრაინასთან დავასრულებ ერთ კვირაში თუ ერთ დღეში ომს ხო ხედავთ რა და ახალი დაიწყო და რატო აწუხებთ ეს ამერიკელებს იმიტომ რომ რაც არ უნდა ბაქი ბუქობდეს ტრამპის ადმინისტრაცია რომ ჩვენ რეზერვები გვაქვს ყველაფერს გაძვირდა ცხოვრება და ეს არც ამერიკელს არც ერთ ქვეყნის მოქალაქეს არ აწყობს შენ მაცივარში გაგიძვირდა ის სურსაც სანოვაგე რაც შემოქონდა გასულ თვეში თუ 2 თვის წინ შესაბამისად ის რომ უკვე დაიწყეს ის რომ ეს თავდამსხმელი იყო დემოკრატების მხარდამჭერი კამალა ჰარისის ფონდში აქვს ჩარიცხული ფული და მერე ამითი ანუ ვერ თამაშდება ის კარტი რომ დემოკრატები არიან აგრესიულები ულტრამემარცხენები აღარ დაიჯერება ხო რატო 3 ნოემბერს არის შუალედური არჩევნები
კონგრესი, ქვედა პალატა მთლიანად, 1/3 სენატი. იქ თუ დემოკრატებმა ამ ეკონომიკური გაუარესების გამო აიღეს, ასე ვთქვათ, უმრავლესობები, იწყება იმპიჩმენტები. მაგრამ იმპიჩმენტამდე ხო არის შესაძლებელი, რომ აი ახლა ჯერ კიდევ ეს ცხელი თემაა, ხო? თუ საზოგადოება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, დადგმული, ხო? მაშინ 25 მუხლით შეიძლება ამუშავდეს, ხო? ამას დიდი ხანია თავდასხმამდეც ამბობდნენ, რომ არაადეკვატურია და თან რა გააკეთეს იცილალი, რომ ესე იგი რამდენიმე ჟურნალისტმა ღამეები გაათენა და აკვირდებოდა რომელ საათზე რა დაპოსტა ტრამპმა თავის Truth Social-ში. გამოდის რომ მთელი ღამეები გათენებული აქვს და ტექსტები არის ხო რაღაცა იქ დემოკრატები ასეთი ცუდები ირანს გადაული დაუბომბავდა. ეხა ზოგადად მექანიზმი არის როგორი გვაჩვენეს ადრეს. თვითონ არ ბეჭდავს. ყავს მდივანი, თანაშემწე, რომელსაც ეთყობა არაძინებს და ეუბნება, აბა ეს დაპოსტე, აბა ეს დაპოსტე და როდემდე შეიძლება ამ კაცს ვუთმინოთ მისი არაადეკვატურობა, იმიტომ რომ პრეზიდენტმა, ნუ ეხა როგორც ყველა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში, კი ბატონო, ღამეს ათენებს რაღაცა, მაგრამ დაისვენოს, რომ მერე საღი გონებით და ასრულნებით დილადრიან დაიწყოს მუშაობა და ქვეყნის თუ რა ქვია, გეოპოლიტიკის მართვა. ასეთ შემთხვევაში ეს დიდი ხანია დაწყებულია 25 მუხლი, რომ არაქმედუნარიანი პრეზიდენტი და ამაზე ხმა უნდა მისცეს კაბინეტის წევრების უმრავლესობა. მისცემენ კი აი ეგეც საჩოთირო თემაა. ახლა კიდე სხვა მეორე თემაც არის რუბიო თუ ვენსი 2008-ში. რუბიომ ადრე თქვა რომ თუ ვენსი წამოაყენებს კანდიდატურას, ჩვენ მეგობრები ვართო და ჯინში არ ჩაუდგებიო კონკურენციაშიო. აქ კიდევ არის, იცი ერთი მომენტი, რომელიც ყველას დაავიწყდა, სად არის მასკი? ილონ მასკი, რომელიც არის სუპერ ამბიციური ადამიანი და სუპერ მდიდარი. ახლა ყველაზე მდიდარი პლანეტაზე. და როგორ შეიძლება ახლა აი ამ ამბავში თვითონ არანაირად არ ერთვებოდეს. ეს ხო ნიშნავს, რომ სადღაც კულისებშია და ამ ყველაფერს ახლა უყურებს, რითი დამთავრდება და მე მგონი, რომ ბოლო მომენტში გამოჩნდება მისი ფიგურა, იმიტომ რომ მას აქ ყველაფერი უკვე. ადამიანს, რომელსაც აქ ყველაფერი, ოცნება ხო უნდა კონდეს რაღაც და ხო, რაღაც ამბიციები, კიდე ზედა ამბიციები. ხო, პრეზიდენტობა მისთვის არ იქნებოდა ურიგო. და ჩვენ ვიცით რომ არის ამბიციური ადამიანი. სხვანაირად ამდენ რამეს ხო. მარსზე უნდა ქალაქების შენებლობა და ალბათ უნდა ველოდოთ რომ აი ცოტა ხანში რაღაც ეს ახალი ფიგურაც გამოჩნდება. აი რაც თქვი, აი ამ ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიებს ვეძახი, იმიტომ რომ ხაზი აღარ არის, უკვე ზღვარი აღარ არის. აი ეს მე ჩემი აზრით გონია რომ პირველი ვინც აი ამ თავდასხმაზე შეიძლება აწუკვე ძალიან მწვავე კრიტიკოსმა გააკეთოს ტრამპის ეს არის ტაკერ კარლსონი, იმიტომ რომ არ ჩერდება ზე პოპულარულია ესიც მასკის ტვიტერში თუ იქში აქვს პოპულარული გადაცემები, რომელსაც მილიონების ნახვები აქვს 24 საათში, იმან გახეთქოს, იმიტომ რომ ის უკვე დიდი ხანია, რაც ირანში თავდასხმები დაიწყო, ამბობს რომ ჩვენი ამერიკული პოლიტიკას კარნახობს ისრაელი კერძოდ ნეთანიაჰუ და ტრამპი გარიგდნენ, იმიტომ რომ ოჯახის წევრი კუშნერი ხო ამ ამბავშია. იქ არის, იმიტომ რომ აი ეს რაღაც ირანის საფრთხე არ არსებობს, ეს არის იგივე რაც ერაყში იყო კუშნერმა და ვიტკოფმა არ გაითვალისწინეს ის ექსპერტული დასკვნა საერთაშორისო ატომური სააგენტოსგან, რომ იმდენად არ არის გამდიდრებული ირანის ბირთვული, რომ იარაღი შეიქმნას, გამორიცხულია პროცენტები ძალიან დაბალი აქვს. აი აქ უკვე აქ რომ მივყვეთ აი ამ ასე ვთქვათ გადალაგებებს, ესე იგი თან არ დაგვავიწყდეს, შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვენსი და კარლსონი არიან თანამოაზრეები და ითვლება, ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი თვლის, რომ ვენსის წინ აწევაში, ანუ მის პიარ-შიკობაში დიდი როლი მიუძღვის, მათ შორის ტაკერ კარლსონსაც. ერთმანეთს არ ლანძღავენ, ეს არ ერჩის ვენს, მშვიდობის წრედად გამოჰყავს,
კარსონი ურტყავს და ურტყავს დონალდ ტრამპს და მის კარსონი ქორებს, ხო? ვის გვერდზეც დადგება, ჩათვალე რომ ის წონაში ძალიან მსუყეთ იქნება. კი. Fox-იდან გამოუშვეს, Fox News-იდან გადავიდა მასკის Twitter-ზე და უფრო გავლენიანი გახდა, უფრო გავლენიანი და უფრო თავისუფალი. ეხა იცი რა არის, აქ ყველაზე დიდი საფრთხე რაშია? მე არ ვიცი ხა მართლა, ასაკითავისაც შვება, ის რომ ეხა პირდაპირ თქვათ საუკეთესო ფორმაში ტრამპი არ არის. აი ახლა უკვე იგივე იმ ირანელებისთვის, იგივე ტერორისტები დავარქვათ, თქვათ რაღაცა ადამიანის კოჰორტას, რომელიც აი ამაზე ნადირობს, ხო? და ეს არის მათი მთავარი შემოსავალი. ხა ის ირანელისგან აიღებს ფულს, გერმანელისგან თუ ფრანგისგან, სულ ერთია ტერორისტია, ხო? აი ახლა უკვე უფრო მოწყვლადი ხდება ტრამპის ფიგურა. იმიტომ რომ დგება მომენტი, როდესაც ნებისმიერ ტერორისტს შეგვიძლია გადაუხადო და ის მართლა აი მესამეჯერ უკვე არააცი. ანუ ის ორი იქნება, შეეწირება კიდეც, შეეწირება. აი უყურე ის ორი დადგმული თუ არის და როგორც ხედავთ, მაინც დადგმულს უფრო გავს, აი მესამე უკვე არ იქნება მისი სცენარით დაწერილი და რეალურად მოხდება რაღაც. აი წარმოუდგენელი ამბავია, ამის არ ფიქრი. ასაკი ახსენე და არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ასაკთან ერთად არის გარკვეული ქრონიკული დაავადებების პრობლემაც. კი იძახის, რომ ჯამთელი ვარ, აგერ ცნობაო და მასე ბაიდენზეც ამბობდნენ, როცა პრეზიდენტი იყო, ჯამთელია და 100%-ით. იმდენად ვეღარ მალავს ვერც გრიმით, ვერც იმიტომ რომ დალურჯებული აქვს ის ძარღვები, მაჯები და ამბობს თვითონ ტრამპი ამბობს, რომ ასპირინს და მსგავს წამლებს სვამო, რომ სისხლი გამითხელდესო და ეს იწვევს დალურჯებებს და მე მკითხულობენ სპეციალისტები, მედიკოსები, რომ თუ ბაიდენზე გვიმალავდნენ მის მდგომარეობას და აღმოჩნდა მე რომ მთელი ბუკეტია ყველაფერი, ალბათ ტრამპზეც და ესეც ხომ არ არის იმ 25 მუხლის შესწორების ამოქმედების საფუძველი, იმიტომ რომ არაადეკვატურია, ჰიპერაქტიურია, რა სვავს, ალკოჰოლს არ ეტანება, ვიცით, რა სვავს, რა მედიკამენტებს იღებს ისეც, რომ რეაქტიულად აქტიურია და ისეთებს წერს და ისეთის ამბობს, რომ გალანძღავს, გამოლანძღავს. კიდე გითხრა ერთადერთი ვისაც არ ლანძღავს? პუტინი. ხო, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მას გონს აყოლებს თვითონ, შესაბამისად მე ვუშვებ, რომ რაღაცა გარკვეული გარიგება მათ შორის არის, სხვათა შორის პუტინსაც დაუპირისპირდნენ თავისივე გუნდის წევრები, ეს ბოლოს ძალიან სერიოზული დაპირისპირება რუსეთში. და ისინი ცეუბნებიან, რომ რაღაცა გარკვეულად მასსა და ტრამპს შორის ეს კოჭის გორების მომენტი არის. იმიტომ როგორც ახლა უკმაყოფილოები არიან ტრამპის პოლიტიკით ამერიკაში, ანალოგიურად უარყოფითად მოქმედებს პუტინის აი თუნდაც ეს დროში გაწელილი ეს შედეგი არ დაიდო უკრაინასთან მოქმედება. და ამიტომ იცი მეც ვუშვებ, რომ რაღაცნაირად ეს ორი ადამიანი იგივე შემიძლია ვთქვა პუტინზე, ის ლანძღავს ყველას ტრამპის გარდა. ანუ რაღაც ისეთი პარიტეტი აქვს ერთმანეთში. ორივე კულტურულად იხსენიებს ერთმანეთს. და რეალურად კიდე რა მოხდა ამ ირანის ჰორმუზის კრიზისის გამო, ერთი თვე, ახლა მეორე თვით სანქციები დროებით, ასე ვთქვათ, მოუხსნა რუსეთს, რომლებიც მილიარდებს იქით ურსულა ფონ დერ ლაიენი ისტერიაშია, რომ არაფერი თქვა ზელენსკიზე, მაგრამ ფაქტია, რომ მილიარდებს შოულობს იმის გამო, რომ ტრამპმა პუტინის, ასე ვთქვათ, ნავთობ სანქციები მოხსნა. ხო, მისეს შედეგობრივად ვილაპარაკოთ, ხო? ხოლმე შეიძლება ძალიან დილეტანტურია ამაზე საუბარი, მაგრამ ერთიც უკვე ასაკშია და მეორე უკვე ზეასაკშია, ხო? რა სინაწილებენ? აი მაინტერესებს რა ვერ გადაინაწილეს თუ რა ამბიცია ასეთი. ფაქტია, რომ ამერიკელებისთვის და ამერიკისთვის ახლა თავიდან თითქოს იყო რაღაც მომენტები, რომელიც რაღაც დადებითად ახლა ოჯახის სიწმინდე რაღაც, მაგრამ ახლა რაც ხდება, ხო? ეს იმაზე უარესია, რაც მანამდე ხდებოდა. ანუ შენ წარმოგიდგენია, ახლა ვინც ჩაანაცვლებს მას კიდევ უფრო გაშმაგებით მოხდება ის, რაც მანამდე ხდებოდა. ანუ რას მივიღებთ, რას ემსახურებოდა მისი აი ეს რამოდენიმე წლიანი, ვთქვათ, მართლობა, ან იცი, პირველ ის წინა 4 წელი კიდე სულ სხვანაირი იყო, ხო?
გამოუცდელი იყო მაშინ აი ამ პოლიტიკურ იმებში. ახლა მიდის სრული სიშლეგე. თუნდაც იცი რა არის და გამდის და ვაკეთებ. გრენლანდია მინდა. და არ შემჩნევა იმის რომ საქართველოს საელჩო ვერ მუშაობს ისე როგორც უნდა მუშაობდეს. ის რომ თქვათ საქართველოსთვის ეს სავიზო რეჟიმზე ამხელა გადასახადია დაწესებული, ის რომ ანწლიანი ვიზები ჩაბარდა ისტორიას. ანუ არის რაღაცები რაც არ აინტერესებს და საერთოდ არანაირ დიპლომატია, არანაირი ასია საჭირო, არა ტრამპის გზა გამოჩემებული, ახლა ტრამპ თაუერი, რომელიც არ ვიცი რამდენად გჭირდება საქართველოში ეს კიდე ავიცი ჩათვალ იმ ღმერთმა ქნას რომ ისე გქონდეს დალაგებული ქვეყანა, რომ ერთი ტრამპ თაუერი აკლდეს ჩვენს ყოფას. აი, აქეთ რო გადმოვიდეთ ევროპაში, ტრამპის ფაქტორი იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი, რატომაც წააგო ორბანმა არჩევნები უნგრეთში. სრულად. კი, ერთ-ერთი იყო რა, ჩავიდა ჯერ რუბიო ჩავიდა, მერე ვენსი ჩავიდა და არ უნდა ამ ხალხს, იმიტომ რომ ხა იქ ცალკე პრობლემა არის 16 წლიანი მართლობა, გაიცვითა, კორუფცია, ხელი დააფარეს სიტუაცია იყო. მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ორბანთან დაკავშირებით უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ანალიტიკა გაკეთებული, თუნდაც ჩვენთან, იმიტომ რომ იქ საზარელი ფაქტებია, როგორც კორუფციის, ისე ორბანის ვაჭრობის სხვადასხვა ინსტიტუციებთან. და ეხლა ის ისტერიკაში არა, მაგრამ ძალიან აქტიურია ეს ახალი პრემიერი, ვინც იქნება 9 მაისიდან, ეს მადიარი ამბობს, რომ უნდა გავაჩეროთ ეს თვითმფრინავები, ზოდებით და ტომრებით გააქვთ აქედან ქონება საამიროებში, აზიაში და ამერიკაში და წერენ ახლა ეს ბრიუსელთან დაახლოებული წყაროები, რომ ორბანი ემზადება, რომ გაიქცეს ამერიკაში და იქ რაღაც ტრამპის რაღაც რომელიმე ორგანიზაციაში იმუშაოს, რომ ხელი არ ახლოს ამან, იმიტომ რომ ის ძალიან იმუქრება ის ახალი ეს პეტერ მადიარი, რომ აი ყველა უნდა ასე ვთქვათ გავასამართლო, ვინც ამ კორუფციაში იყო ჩართული. ანუ თართული სიტუაცია რეალურად. ქვეყანა არ ვიცი, სადაც ესეთი სრულიად აბურდული სიტუაცია არ იყოს. მე უბრალოდ ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ და ჯერ ჭკვიანურად მივდივარ და ნამდვილად საქართველოს ბრძნულ ნაბიჯებს დგავს. ეხლა იცი რა არის? იმას ვერაფერს ვერ უზამთ, რომ ფასები რომ მიფრინავს ცაში, ეს ამას ობიექტური მიზეზები აქვს. ძალიან რთულია ოჯახებისთვის. ყველას დაგვეტყო, თითოეულ ჩვენთაგანის ჯიბეს დაეტყო ფასების მატება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რა ხდება, აგერ ყურის ძირშია ეს კონფლიქტი და ფაქტია რომ ეს აისახება. მაგრამ ერთი არ ვართ თვითმარი ქვეყანა, ხო, სამწუხაროდ, ხო? სამწუხაროდ, თუმცა შეგვეძლო რომ ყოფილიყავით. აი ჩვენ რომ უარით გვეთქვა ბევრ ამაზე და პირდაპირ სოფლის მეურნეობაზე ყოფილიყავით, აი ესე. ხა არ ვიცი, შენს გეცოდინება, ხა მე უშუალო შეხება მაქვს ტურისტებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და იცი რას ამბობენ? 90% არ გაქვთ ქვეყნის ათვისებულიო, რაც შეიძლება ესეთი გენიალური ქვეყნისგან გამოდნესო. და მართლა ხა მიდიხარ ჰექტრობით მიწებია, შეიძლება არ დადასილი იყოს არაფერი. აი ვიღაცის კერძო მაშინ ხა სიღნაღი, რომელიც არის ისტორიული ქალაქი, რო გახედავ ნახევარი შენობები ჩამოშლილი დგას, ხო? და ვერაფერს ვერ აკეთებ, იმიტომ რომ კერძო პირის არის. სად არის კანონი, მიეცი, უფლება, რომ თუ 1 წელი და 2 წელი არ მიხედე ამ ყველაფერს, ხო, მე ან სახელმწიფოს დაუბრუნდეს, ან ბევრი კანონი, აი ამ ხრივ, რომ ჩვენ უფრო წელში გამართულები ვიყოთ. მიწები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ხო, მიუხედავია, ვერ მიხედა, არ მიხედა, ეზარება, ფული არ აქვს. ხო, დრო მიეცი. ეს კიდე სხვა პრობლემა არის, იმიტომ რომ მყავს მეგობრები კახეთში, რომლებსაც აქვთ ვენახები და ყოველა შემოდგომაზე აქვთ პრობლემა, რომ დაიქირავონ მუშები, არ ჯამაგირს უხდიან, მაგრამ რადგან ამერიკით დავიწყე, იცი რა მინდა გითხრა, აი იმ პატარა ალაგას არის ძალიან ბევრი უკვე ამერიკული ოჯახი. ზოგადად მე პირველად მაქვს წელს ესეთი მაგალითი, როდესაც ერთია რომ ცხოვრობენ ამერიკელები, ხა პირველად ჩამოვიდნენ სადღაც 15 წლის წინ და დასახლდნენ რამოდენიმე ოჯახი და წელს მაგალითად გაცილებით მეტი იყვნენ ამერიკიდან შემოსული ტურისტები, რომლებიც უბრალოდ ტურისტებად კი არ იყვნენ, აინტერესებთ რა იყიდება, რა ფასად იყიდება. ამერიკელები არასდროს არ მომხდარა ასეთი. არ ვიცი ხა, ხო. სვანეთში მიდიოდნენ და თუშეთში ძირითადად, ხო. სვანეთში ნამყოფები არიან, მაგრამ სვანეთის ბუნება იმდენად ხისტია და რთულია, ანუ ხვდებიან რომ მაინც რთული იქნება იქ ფეხის მოკიდება და უკვე თქვა ციხნახში, სადაც რამოდენიმე ამერიკული ოჯახი ცხოვრობს და სხვათა შორის ყველის ხარშვიდან დაწყებული და
ქართლში მიწები აქვს ناقიდი და მეღვინეობა ხა ცნობილი არის ერთ-ერთი ვინც უკვე წლებია იქ არის ნუ არ ვიცი ძალიანაც ფეხზე დადგა და ფანტასტიკურად მოუარა თავს და ფაქტია რომ ხა ისინი სხვა შემართებით ჩამოდიან და კარგია ნეტავ ჩამოდიოდნენ შრომობდნენ და თქვათ ის ნაშრომით საქართველოს რჩება ხო მაგალითი როგორია შრომით მოპოვებული შემოსავალი ერთი მითხარი ხა აი შენ როგორ ხედავ გაგრძელებას აი იმ კონფლიქტური თემის რაც არის ამერიკაში ბოლო-ბოლო რა იქნება თან ეხა რთული პერიოდია ხო ზაფხული პრაქტიკულად მოსამზადებელია აი იმ ნოემბრისთვის ხო და არც თუ ისე ბევრი დრო არის დარჩენილი როგორ გამოვა და არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ დიპლომატები რომლებიც იპარავდნენ შამპანურს და ძვირად ღირებულ ღვინოებს რომელიც ნუ არ წარმოუდგენელი ამბავი ვინმეს რომ მოეყოლა ვეთყოდი რომ ვერ არიან კარგად ხო ხო და ბერმა ელჩები იპარავდნენ შამპანურს და ჩათვალა რომ ეს არის AI ხელოვნური ინტელექტით deepfake-ია არა და რეალობია იყო ყველა მთავარმა ტელეარხმა დასავლეთში გამოსრო შეხედე და ზოგმა ერთის არ იქ მაგრამ მეორესაც ჩაავლო ხელი კი არა აიღო ჩაავლო ხელი ნუ რაღაცა სხვაგან არის მსოფლიო ხო აბსოლუტურად ეხლა წარმოგიდგენ ხა ჩვენ მინიმუმ ვიცით რა არის დიპლომატიური ეტიკეტი ვიცით როგორ უნდა იქცეოდნენ პირველი პირები ხო დიპლომატიურ ამ სამსახურებში და ასე იღლიებში ბოთლებით გარბოდნენ საოცარი და საზარელი სანახაობა და როგორ ღამის იმებს ჩაცვლილი ქალბატონები და აღარ ვიტყვი რომელი ქვეყნის ელჩი იყო, მაგრამ ფაქტია. როგორ ფიქრობ, აი როგორ გამოვა ტრამპი ამ კრიზისიდან? ფაქტია, რომ ეს კრიზისია, უკვე იმდენი დაიწერა, რომ ეს მაინც დადგმული კადრები იყო. შემდეგი სიგიჟე რა შეიძლება იყოს? ის სიგიჟე უნდა დამთავრდეს ირანთან დაკავშირებით, როცა ეს ეკონომიკურად ძალიან დააწვება და უკვე აღარ შეიძლება ამ ზამბარის შეკავება, იმიტომ რომ ძალიან ამოხეთქავს, იმიტომ რომ ეკონომიკა და ეხა ირანმა რომელიც დაიმუქრა 2 დღის წინ რომ ჰორმუზის სრუტის ფსკერზე ინტერნეტ კაბელებიც გადის. ამას რამდენი ხანია ვამბობთ, ხო? 10 ყვინთავი ჭირდება, იქ სპეციალისტებს კითხე. აი როგორც ცინიკურად თქვეს, იცი, დაწერეს ამ გუშაქთა კორპუსის ერთ-ერთმა მედიამ. რა მოხდება თუ ერთ-ერთი თევზმჭერი გემიდან შემთხვევით ჩავარდება ღუზა და მოხდება ამ კაბელს? იქ ესე იგი საამიროები დუბაი კატარი გაეთიშება საბანკო მომსახურება ეს ხო წამოვა ტალღასავით ხო წამოვა გადაკელავს ყველას და რუსეთმა ხო თქვა და იმეორებს ამას სულ ცინიკურად დიახ ირანს აქვს ბირთვული იარაღი და ეს არის ჰორმუზის სრუტის კონტროლი რომელიც აი ამ პატარა ვიწრო ასე თქვა გასასვლელით აკონტროლებს და როდესაც ტრამპს ეს მოაწვება ხო ეს ყველაფერი რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად რომ ვერაჩვენე შენი ესო ზევამოსილება ვერაჩვენე პარალელურად რა ხდება არაბული სამყარო რომელიც ძალიან ბევრ ამას უფინანსებდა ტრამპს ჩვენო ამერიკული ბაზებია ხო აღარ გვინდა ამერიკულ ბაზების გარდა ის პროექტები რომელიც იყო ესეთი ასე ვთქვათ ლაქშერი ცხოვრებიდან აღარ აფინანსებენ ეს ერთი და ნახე რა ხდება თუნდაც ავია ბაზარზე ყოველ დღე ვიგებთ ახალი გაჩერებული ავიაკომპანიის სახელებს და წარმოუდგენელია ანუ უყურე ევროპა გადაიკიდა ხა ევროპისთვისაც ხა ტრამპი არის ნომერ პირველი მტერი იმიტომ რომ მათ ჯიბეს რო დაეტყო ასეთი უნდა ხო ყველას ყობს იქ მეგობარი ნათესავი და ახლობელი ძალიან რთული ვითარებაა ურთულესი უმძიმესი საფრანგეთი და გერმანია არის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში და აი აქედან გამოსავალი როგორც შენ თქვი იქ დასრულება როგორ სახე რო შეინარჩუნოს როგორ უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი გაუგებარია აბსოლუტურად გაუგებარია და შეუძლებელია ამის ეს როგორც ხდება კონფლიქტში უნდა დაწიო ტემპერატურა რაღაცა კომპრომისზე წახვე თუ და ღამე არ გაიღვიძო და არ დააწერინა მორიგის სულელემ დივანს მარტივად აი ზაფხული მოდის აი ჯიბეებზე რო ვილაპარაკოთ ამერიკელებს უნდათ იაფი დასვენება ან ევროპელებს იაფი დასვენება ევროპის სამხრეთ სანაპიროებზე რეისი გაუქმებულია სიძვირეზე კი არა რეისი გაუქმებული იმიტომ რომ ვეღარ ქაჩავს აი ეს ჟარგონულად ვერ მიდიხარ ასევე ძვირია მე რა არის ხა უკმაყოფილო ხარ როდესაც ჯიბეს და მაცივარს ეტყობა მასობრივად იქ უკვე მასობრივი უკმაყოფილო ვეღარ ჭრის არანაირი იდეოლოგია და არანაირი ულტრამემარცხენეები ფაშისტები ნეოკონსერვა აღარ ჭრის როდესაც ეხება ადამიანის
ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ცხოვრებას. ამიტომ გამოსავალი არის ერთი რომ შევაჭროთ ხო? დაცვას ამბიციები. იმედი მაქვს რომ აი რაღაც თუნდაც აი ახლა რაც ხდება, მასთან ხომ მიაქვს როგორც ყველა პრეზიდენტთან მიაქვს თქვათ შემაჯამებელი რა დაიწერა, რა იყო რომ ხო გაეცნობა კრემლს ხო? სადაზვერო კი ბატონო ხო. იმედია რაღაცას მაინც წაიკითხავს. გია ძალიან დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჯერთი ამ სიგიჟესთან შედარებით ჩვენ რომ კიდევ კარგად ავართ, თუნდაც ამას რომ ხაზი გავუსვათ და იმედი მაქვს რომ აქ არასოდეს არ დაგვიდგება ესეთი მძიმე და ხო დაუძლეველი პრობლემა რაც რეალურად ახლა არის იმ ქვეყნებში რომელსაც ჩვენ ოდესღაც ვთვლიდით რომ უძლებელია. მადლობა გია და მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე.